კარგით, ვაგრძელებთ ცდომას. დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებელი მობრძანდა საქართველოს თავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოქმნილი კანონპროექტის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუგბაია. გთხოვთ ბატონი ზურაბ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. Წამოვიდგენთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს. ეს პროექტი შეეხება დასახელებული კანონის გარდამავალ დებულებებს და ითვალისწინებს ვადების გადაწევას, ვადები გადაიწევს, ესე იგი, კანონქვემდებარე აქტების გარკვეული ნაწილის მომზადების მხრივ და კანონის მუხლების ამოქმედების მხრივ. ძირითადი მიზეზი, რის გამოც არის გადავადება მოთხოვნილი, ეს არის სოფლის განვითარების სფეროში ციფრული ინსტრუმენტების შემოტანა, მონაცემთა ბაზების ფორმირება და ინტეგრაცია სხვა პროგრამული პროდუქტის. საბოლოო ჯამში ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა უნდა შეიქმნას. ამ რეფორმის საწყისი ეტაპი უკვე განხორციელებულია, კერძოდ ფერმერთა რეესტრის ჩამოსაყალიბებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები უკვე შემუშავებულია, ასევე სოფტი თვითონ პროგრამული პროდუქტი, რომელიც მეშვეობითაც იქნება რეესტრით წარმოებული, შექმნილია, გადის ტესტირებას. შემდგომ ეტაპზე უკვე აი ამ პროგრამულ პროდუქტზე ზევიდან იქნება დაშენებული და მასში ინტეგრირებული სხვა ბაზები, რომელიც მაგალითად იგივე მიწის მართვას უზრუნველყოფს, ცხოველთა ვაქცინაციას და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს. კერძოდ 2026 წლის 1 ივლისამდე ესე იგი იქნება შემუშავებული და მიღებული მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. 28 წლის 1 იანვრამდე იქნება მიღებული დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდების და ფინანსური აღრიცხვების ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების ეს შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. ასევე რამოდენიმე მუხლი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ კანონში, კერძოდ მეათე მუხლის ძირითადი დებულებები ამოქმედება 26 წლის 1 ივლისიდან. დანარჩენი ამოქმედება მიმოვლია იმ კანონქვემდებარე ბაზაზე, რომელიც გადავადება და 28 წლის 1 იანვრიდან იქნება ამოქმედებული. გთხოვთ ხარდაჭერას ამ კანონპროექტის მისაღებად. მადლობა. და მზადვარ შეკითხვები, ბატონი ბეჟანი. ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად ამის მოწესრიგება, პროგრამული მოწესრიგება და შექმნა ბაზების. მე მაინტერესებს რეგიონებს თუ ექნება ამ ბაზებთან წვდომა, ერთიან სისტემაში იქნება ეს, რომ ყველა რეგიონში მაგალითად დაინტერესების შემთხვევაში გავიგოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აქ იქნება შეტანილი, თუ იქ იქნება ცენტრალური მხოლოდ სისტემა ან რეგიონალური. მხედველობაში მყავს რაიონებში. რაიონებში ყავს უკვე წარმომადგენლები, რომლებსაც ამ ბაზაზე ექნება თუ არა წვდომა. არ არის რეგიონში ასევე. მაინტერესებს სისტემა როგორ წყდება ამის შემდეგ. მადლობთ. ბატონი ილია. მეც დაახლოებით იგივე მიმართულების კითხვა მაქვს. ეს პროგრამული უზრუნველყოფა იქნება თუ არა დაკავშირებული სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორებიც არის მაგალითად საგადასახადო, როგორებიც სხვა ინსტიტუტები არის, საიდანაც სხვა პროექტები ფინანსდება და ასე შემდეგ, რომ ერთიანი ხედვა იყოს, რასთან აქვს ამ ყველაფერს კავშირში. მადლობა. სხვა შეკითხვები არ არის, გთხოვთ უპასუხოთ. კი ბატონო, მადლობა შეკითხვებისთვის. რასაკვირველია, მონაცემთა ბაზები იქნება პირველ რიგში ფორმირებული, ინტეგრირებული თვითონ უწყების ფარგლებში, იმიტომ რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სისტემაში მოქმედებს სხვა რგოლი, რომელთა მიერ აღრიცხული მონაცემები ურთიერთდამოკიდებულია და მათი გაცვლა, მათზე წვდომა მნიშვნელოვანია. ეს არის როგორც დარღვევებთან დაკავშირებული ბაზა, ასევე ბენეფიციარების თაობაზე საცნობარო მონაცემები, დაფინანსების თაობაზე ინფორმაცია, მიწათსა
განსარგებლობის თაობაზე, მიწათმოწყობის თაობაზე მონაცემები და სხვა, მაგრამ ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამ ბაზაში იქნება ინტეგრირებული სხვა მონაცემებიც და წვდომა ექნება სხვა სახელმწიფო უწყებებსაც, მათ შორის საჯარო ფინანსურ ადმინისტრაციას და ეს ამოცანები შემდგომი დიზაინის საგანი გახდება software developer-ებისთვის. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, რასაკურველია პირველ რიგში ეს სისტემები ყალიბდება სრული მოცულობით შიდა მოხმარებისათვის, იმისაც რომ სოფლის განვითარება იყოს ეფექტურად მართული, მდგრადად მართული სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების მხრიდან, მაგრამ მათი სეგმენტები რომელიც არ შეიცავს, ასე ვთქვათ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს, ისინი იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის, სხვა კატეგორიის მომხმარებლებისათვის. მათ შორის პირველ რიგში ფერმერები იგულისხმება, მათი რეესტრი არა მარტო ხელმისაწვდომი იქნება, არამედ განახლებადი იქნება უშუალოდ მათი ჩართულობით. ეს განახლებები ვფიქრობთ, რომ ყოველწლიურად წარმოებდეს საწყისი ბაზის ფორმირება იქნება ჩვენი კონსულტანტების დახმარებით. ჩვენ გვაქვს მათ შორის დანერგილი სატესტო რეჟიმში უკვე აგრომეტეო მონაცემების ბაზა, რომელიც გულისხმობს სხვა სპეციფიური მეტეოსადგურებიდან აგროინფორმაციის შეგროვებას და მის გავრცელებას ფერმერთა შორის იგივე გეოგრაფიულ ლოკაციაზე ყოფილ ფერმერთა შორის და აპლიკაცია კორეულ ინსტიტუტთან ერთად არის დამუშავებული, რომელიც იძლევა სხვა ტიპის რეკომენდაციებს, როგორც მორწყვასთან, ასევე მოვლასთან და სხვა ციკლთან დაკავშირებით რამოდენიმე სახეობაზე არის ეს ჯერჯერობით დამუშავებული. თუ წარმატებულად დამთავრდება ეს ტესტირება, გაგრძელდება ეს ამუშავება. ეს არის რამოდენიმე მაგალითი, როგორ იქნება უშუალოდ მოხმარებლებისთვის ეს ბაზები ხელმისაწვდომი. მადლობთ. სხვა შეკითხვები არ არის. ხარი დაუჭიროთ მაშინ კოლეგებო. მადლობთ. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონშეცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონშეცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენა. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ ბატონო. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე თანამდებობრივი კანონპროექტია სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები. შინაარსობრივად 3 პუნქტისგან შედგება და პირველი მოსმენისთვის შინაარს მოგახსენებთ თითეული მიმართულების. პირველი არის სპეციალური წოდებების ნაწილი. დღეს მოგესალმებათ მოქმედი კანონმდებლობით საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები და ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვინც კურატორობას უწევს საბაჟო დეპარტამენტს, არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად შემოსავლების სამსახური თავიდან ბოლომდე სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია როგორც დეპარტამენტის, ასევე მისი მოადგილეების საქმიანობაზე, სამსახურის უფროსი ამ შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული და მიზანშეწონილია სამსახურის უფროსაც ჰქონდეს იგივე სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობა, როგორც აქვს მის მოადგილეს. მეორე მიმართულება არის სამსახურის თანამშრომლეთათვის ბინის დაქირავება იმ შემთხვევაში, როდესაც უწევთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა მუნიციპალიტეტში. ამ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ სამსახური ქირავობდა უშუალოდ ბინას, თუმცა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ პრობლემებს იწვევდა ეს საცხოვრებელი პირობებთან მიმართებაში, დისტანცია სამსახურთან და ასე შემდეგ. შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ისევე როგორც საგამოძიებო სამსახურის შემთხვევაში მიეცეს კომპენსაცია პირს და თვითონ მოძებნოს და თვითონ იქირავოს საცხოვრებელი ბინა და სამსახური არ იყოს ამ საქმიანობაში ჩართული. და მესამე მიმართულება არის დაზღვევა მოგეხსენებათ დღის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო წოდების სპეციალური წოდების მქონე პირები ნებისმიერ უწყებაში არიან დაზღვეული. ერთადერთი გამონაკლისი იყო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, რომელსაც მიუხედავად სპეციალური წოდების მქონისა სახელმწიფოს მხრიდან ისინი დაზღვეულები არ იყვნენ. შესაბამისად, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზეზით მისაშეწონდა ჩაითვალა, რომ ასევე შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს მისი თანამშრომლების დაზღვევა და უკვე მომდევნო წლის იანვრიდან შესაბამისი სატენდერო პროცედურების გავლის შემდგომ შეძლებეს უკვე ამ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ დაზღვეული სამსახურის საკუთარი შემოსავლებიდან. ეს არის ცვლილებების შინაარსი. რაც შეეხება სახელმწიფო სპეციალური წოდებების კანონში ცვლილებას, იქ ტექნიკური შინაარსიც არის. მე-7 მუხლი არეგულირებს წოდების მინიჭების წესს და მე-4 მუხლის ამოღება ხდება, ვინაიდან 2 მუხლი არეგულირებდა ერთ და იგივე საკითხს და ტექნიკურად და სამართლებრივად გასწორდა ნიშნის საკითხი. დიდი მადლობა. ბატონი ილია, ბატონი ბეჟანი.
ბატონ გიორგი, რა იყო მიზეზი ამ ცვლილების შეტანის განონში? აი რამე აუდიტის შეფასება იყო, რამ რეკომენდაცია იყო თუ რამ ცვლილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსურად იქნეს გადახდილი და არა დაქირავებული, მაგალითად საცხოვრებელი სახლი საჯარო მოხელისთვის სხვა მუნიციპალიტეტში. მადლობა. ხო, ბეჟან. გიორგი ბატონო, ტექნიკური კითხვა. აი მაინტერესებს ამ ჩინის მინიჭებას თვითონ სამინისტრო თუ სად ხდება ამის თქვენ ანიჭებთ, ხო? სპეციალური ჩინი. რა არის ეს სპეციალური ჩინი? როგორც პოლიციის მაიორი, პოლკოვნიკი და გენერალიც ალბათ თუ როგორ ნაწილდება და როგორი ვინ არის ამის ხელმძღვანელი და ვინ ანიჭებს პირადად მინისტრი, მინისტრის მოადგილე თუ მაინც პრეზიდენტი ან პრემიერი, ну ეს მაინტერესებს რა. შეკითხვები ამოიწუროთ, ხოდღოდა. დიდი მადლობა, ბატონო ილია, რა იყო მიზეზი, რეკომენდაცია არ ყოფილა, ეს იყო პრაქტიკა, რომ სამსახური რო ქირავდა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამსახურმა იქირავა სახლი, დღეს არის ხელშეკრულება აქვს სამსახურს გაფორმებული, თუმცა იმ თანამშრომლის მეგობრად წავიდა სხვა თანამშრომელი შესაბამისად, იმის სასწრაფებელი პირობები განსხვავდება. ოჯახის წევრების რაოდენობა სხვადასხვა მიზეზების გამო შესაბამისად სამსახურმა უნდა გააუქმოს ერთ ადამიანს ან ვისანაც ნაქირავები აქვს და სხვისგან იქირავოს და ხშირად უწევს სამსახურის თანამშრომლებს თითოეულ მუნიციპალიტეტში ჩასვლა და ანუ პრაქტიკიდან გამომდინარე რომ ნახეთ რომ საგამოძიებო სამსახურის შემთხვევაში ამ მეთოდმა უფრო გაამართლა, იქნება დადგენილი წესი როგორ უნდა მიიღოს კომპენსაცია რა მოცულობით და იმ წესის მიხედვით მიიცემს კომპენსაციას სამსახური და აღარ დაიწყებს თვითონ ბინის ქირაობაზე შესაბამის სიარულს მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება წოდებებს, წოდებები სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ კანონი რაც არის, იქ რეგულირდება რომ საშუალო და დაბალი წოდებები სამსახურის ან სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ ან დელეგირების შემთხვევაში შესაძლებელია სამსახურის უფროსთან იყოს, მაღალი რანგის წოდებები და უმაღლესი რანგის წოდებები, მაღალი რანგის წოდებების მინისტრი ანიჭებს, ხოლო უმაღლესი რანგის წოდებას პრემიერის წარდგინებით ანიჭებს პრეზიდენტი. მაღალი არის პოლკოვნიკი და პოლკოვნიკამდე ან მაიორის დონეზე ანიჭებს სამსახურის უფროსი ან მინისტრი. როგორც სხვა სტრუქტურებში. როგორც რეგულირდება მთლიანად ეს იგივენაირი რეგულაცია აქაც რაიმე განსხვავებული რეგულაცია აქვს. ერთ დასუსტებას ბატონი ბეჟანის კითხვაზე ეს წოდებების და ჩინის მინიჭება აღნიშნულ მოქმედ თანამშრომლებს ეხება თუ ისიც რომელსაც უაზმოსილი თანამშრომლები იყვნენ შემოსავლების სამსახურის. ამ ცვლილებით ერთადერთი რაც იცვლება არის რომ შემოსავლების სამსახურის უფროსს შეიძლება მიენიჭოს წოდება, აქამდე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვს წოდება, მოადგილე ვინც არის შემოსავლების სამსახურის უფროსი და კურატორობს საბაჟო დეპარტამენტს აქვს წოდება და არ აქვს უშუალოდ შემოსავლების სამსახურის უფროსს. შემოსავლების სამსახურის უფროსზე ხდება მინიჭების შესაძლებლობა რომ მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება. მე მგონი ყველაფერი გასაგებია. სხვადასხვის კანონი იმის შესახებ რომ ბინების ქირავებასთან დაკავშირებით არ არის დიდი ხანი რაც მივიღეთ, რამოდენიმე წლის წინ იყო და სწორი გადაწყვეტილება არის. ხალხი რომელიც დღე-დღე მუშაობს და თან დიდ ფულთან აქვს საქმე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი რომ მაქსიმალურად თუ შეიძლება ასე ითქვას წესიერად იმუშაონ და ხელი შეუწყოთ. ხარი დაუჭიროთ მაშინ. მადლობა. მადლობთ. და ბოლო საკითხი ჩვენ გვეხება გუშინ ჩვენ განვიხილეთ აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ორი საკითხი. პირველი იყო პროგრამის საჯარო სკოლების მშენებლური რეაბილიტაცია 19-22 წლების 3 რეკომენდაცია და მეორე იყო საქართველოს პარლამენტის საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი აუდიტი 19-21. აქ ორი რეკომენდაცია იყო გადაცემული უმრავლესობა ვესწრებოდით. შეგახსენებთ უბრალოდ საზოგადოებისთვის რომ სხდომას ესწრებოდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე და მინისტრის მოადგილე ერთ დარგზე და მეორეზე აპარატის უფროსი პარლამენტიდან. რეკომენდაციებს დაეთანხმენ და ჩვენ ახლა უბრალოდ დავამტკიცოთ ეს რეკომენდაციები. ვინ არის მოხრე? მადლობთ. და ცნობად ბატონ ილია აუდიტის ჯგუფში ისედაც ესწრება და ჩვენი აქტიური წევრია და სურს გაწევრიანება. კარგი, ამით საკითხები ამოიწურა კოლეგებო. გუშინ ბიუროზე დაგვეწერა საკითხები,
რომელიც დღეს განვიხილეთ, მაგრამ ორი საკითხი, ერთი გუშინდელი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ბატონმა შოთამ წარმოადგინა და ერთიც კიდევ დღევანდელი საკითხი, ჩვენი გასატანია წამყვანი ვართ, ამიტომ ხვალ მოგვიწევს 11 საათზე. კი მოგივათ შეტყობინება, მაგრამ ეს ორი საკითხი იქნება და მე შესვენებაზე იმის და მიხვედეთ, რომელიც საათზედაც იქნება, გვიქნება კიდევ ორი კომიტეტი, ანუ ხვალ გვიქნება კიდევ ორი კომიტეტი. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ.